ტელეკომპანია იმედი და Prime Show სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით. 4 შაბათს საღამოს Prime Show იმედის ეთერშია. დღეს ვისაუბრებთ დრამა ქვინებზე, ადამიანებზე, რომლებისთვისაც ერთი უნებლიე სიტყვა ან შეტყობინებაზე ნახევარი საათით დაგვიანებული პასუხი შეიძლება ნამდვილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის დასაწყისადაც კი იქცეს. მიუხედავად ტერმინისა, ეს სულაც არ არის მხოლოდ ქალების პრივილეგია. დრამატულობა არ სცნობს სქესს. ეს ხასიათია კომუნიკაციის სტილი და ხშირად სამყაროსთან ადაპტაციის თავისებური მექანიზმის კი. დღეს ჩვენ არ ვეძებთ პრობლემას. პირიქით ვაპირებთ ვიხალისოთ საკუთარ ემოციურ ბუნებაზე. მოვუყვეთ ერთმანეთს ყველაზე აბსურდული ისტორიები და გავიგოთ, როგორ შეიძლება ვიყოთ ბედნიერი და დრამაქვინები ერთდროულად. ჩვენ შორის ყველაზე დრამატული შეხარ, იმიტომ რომ ნებისმიერ წვრილმან მე მეხება ეგ ხა ჩემი სამსახურია და იმასე სამსახურის გახვედრა. სამსახურს ნუ ამოეფარები. საიხო სამსახურის მიღმაც არა ბუდა აღიარა ძალიან ემოციური ჩვენ შორის ყველაზე ემოციური შეიფერე დრამა ქუინის განმარტება უნდა ვთქვა შეხედე მე ვარ ემოციური თვალსაზრისით არ მიაქციო ყურადღება ემოციური ეხა მეც ვარ შენც ყველა ვართ აქედან ნუ ემოციო არც ერთი არ ვარ არა ემოციურობა სხვა რაღაცაა შეხედე და ზოგადად მე არ მიყვარს ხოლმე რომ ემოცია უნდა დამალო ეს რაღაცა კარგი ნიშანია როდესაც ემოციის კონტროლი შეგიძლია და აი თავი შეიკავე და არ გამოთქვა მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და ადამიანი რომელიც ისე ცხოვრებას გაივლის და ისე იცხოვრებს რომ აქვს იმის ფუფუნება რომ ემოცია არ დამალოს და რაზეც ფიქრობს იმაზე გამოთქვას ადეკვატური ემოცია ბრაზობს გაბრაზება წყის თუმცა არის მეც გეთანხმები თუმცა არის სიტუაციები სადაც ჯობს რომ რაღაცა ხანდახან ცოტა გააკონტროლო და ყველაფერი რაც მოგადგება თავში და პირზე იქვე არ ამოაფრქვიო მაგრამ ხო დამხლელია კონტროლი აუცილებელიც არის დამხლელია კონტროლი მე ვფიქრობ რომ ემოცია უნდა გამოხატო ჯაჯო ხო უნდა გამოხატო ემოციის კონტროლი არის ძალიან მაგარი დრამა ქვინი ძალიან ბევრ რაღაცაზე რაზეც ადრე სერიოზულად ნერვები მეშლებოდა ახლა აღარ მეშლება თუმცა რაღაც ემოციებში შევდივარ ხოლმე, მაგრამ ისე რომ ეს რაღაც მე ვიდარდო ამაზე. არა, საერთოდ არის თუ ვინმე არ პასუხობს პირიქით, თუ რამდენი დაკარგე შენგენაცალი კაცი. სხვა რაღაცას ყველაზე ნაკლებ დრამატული მე ვარ ახლა ამ ხუთეულში. არა. შენ? რა შენ? ხოთო შემომხედე ასე. გამჭოლი მზერით. აი სად შემი პიროვნება ხარ ზოგადად სად შემიქმნია დრამატული ატმოსფერო არ არსებულია მე საერთოდ თვლი რომ დრამაქვინობა არ ნიშნავს აუცილებლად ამის ემოციურად გამოხატვას დრამაქვინი შეიძლება იყოს აბსოლუტურად არ გამოხატავდეს თავის ემოციას მაგრამ რაღაცა სხვა გამოხატვის გზა იყოს სხვადასხვანაირი უბრალოდ დრამა მაგრამ ეს ასეთი ადამიანები ახლა ყველას გვინახავს და ყავს ირგვლივ ეს არიან ხალხი რომლებიც ყველა რაღაცა წვრილმარისგან ქმნიან რაღაცა დრამატულ ატმოსფეროს ხო მე ეს ცოტა აბიუზერობაში ეგრეთ წოდებულ აბიუზერობაში გადასდით და აქეთ ანუ დამნაშავე შენ ხარ და ეს კომპლექსური ამბავია აი როგორ მე სულ მაინტერესებს როგორია უნარი ემოციების შენახვის რა ანუ აი ვერას ვერ წარმომიდგენია და ყოველთვის ყველაზე გაკვირვებულად ირაკლის ვაკვირდები ხოლმე რომ ამა თუ მოვლენას თუნდაც მძაფს რანაირად ცდილობს რომ არ გამოხატოს და რანაირად გამოგდის არა არ გამოხატვას ვერ ვიტყოდი მაგრამ მე ვფიქრობ რომ საკუთარ თავზე მუშაობით შეგიძლია შენი ემოციების მართვა თუმცა მე არ ვიტყვი რომ რაღაცა ემოციებს ვახშობ უბრალოდ ვცდილობ რომ რავი არ ავფეთქდე მაგალითად რავი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმხელა ენერგია მიაქვს აი ამ რაღაცა დრამას პირობითად ვამბობ რომ მე თვითონ არ ვსიამოვნებს, როდესაც ამხელა ენერგიას რაღაცაზე პირობითად ვხარჯავ. აი ნინას ახსოვს, ეს ალბათ გამონაკლისის შემთხვევა იყო. ხო, მე მინახავს რამდენი ალბათ ერთეულებს საკუთარი თავიც ალბათ აი ახლა რომ მახსენდება ცხოვრებაში ალბათ აი ერთეული შემთხვევები არის, როდესაც წყობიდან ვარ გამოსული, აი მართლა შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში. თუმცა სხვა შემთხვევაში ვთვლი რომ ყოველთვის გაცილებით უფრო
სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, თუ რაღაცა ემოციებით არ დაიწყებ, თქვა კომუნიკაციას, საუბარს და ასე შემდეგ. მაგაც ბოლოს როდის აფეთქდი? აი ალბათ ეგ იყო, ალბათ რამდენი წლის წინ იყო? ასკანაში. 4 წლის წინ, ხო? ხო, 4-5 წლის. მე კიდე პირიქით, როცა ვიცლები სიამოვნე. მაინც გურულმა მიტამ აი არ შემილია და ახლა დიდი ხანი წყნარად ყოფნა არ შემილია. ხანდახან არის ყველაფერი მიდის აჟურში და ვეძებს შარს. ხო, მაგრამ ნახე, აფეთქება თუ რაღაცა არ ნიშნავს, ხო, დრამაკვინობას და დრამაკინობას. არა, მაშინ დრამაკვინი არ გამოვდივთ, რომ პირიქით მე რაც უნდა დიდი პრობლემა იყოს, იმისგან ვცდილობ, რომ გავაცამტვერო, მაგრამ აფეთქება მიყვარს. თუმცა ეგ რა არის რისხანებები. ჩემი შეხედულებით თვითონ ეს ხასიათის ეს შტრიხი მე ასე ვფიქრობ რომ ბავშვობიდანვე ყალიბდება. აი მაგალითად ხო არის პატარაობაში, აი ბავშვი როდესაც ყურადღებას იქცევს, აი თუ ტირის და გაზდის ყველაფერი, აი ის ქვეცნობიერად ეჩვევა, რომ თუ აი რაღაცა დრამას ქმნი, მაშინ გეფერებიან, მაშინ რაღაცას გაძლევენ, მულტფილმს გირთავენ და ასე შემდეგ. მე ჩვეულებრივი სტუმრები გვყავს, რომელთა ამბავსაც, ამბებსაც ალბათ გავიგებთ, მოვისმენთ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, საინტერესო იქნება მათი აზრი ჩვენ შესახებ. ხო, საუბრობთ ახლა, რომ ვინ არის ყველაზე დრამა კვინი და ვინ როგორი ვართ. როგორ აგვიქვამენ, ჩვენი მეგობრები არიან, ხო, ბევრი მათგანი, კარგად გვიცნობენ და ისინი როგორ აგვიქვამენ ჩვენ. ზოგიერთს არ ვიცნობ პირადად. არა, თან კითხოთ. ისიც საინტერესო იქნება. გავცვალოთ ემოციები. ბევრს, ვისაც თქვა ეს ახლოს პირადად არ ვიცნობთ და როგორც მაყურებლები ისე გვხედავენ, საინტერესო იქნება მათი აზრი. მოდი დავიწყოთ ჯაჯოსგან მაშინ. ვინც კარგად გვიცნობს? ჩვენი გადაცემის სტუმარია ყველაზე კეთილი ჯაჯანიძე. ყველაზე კეთილი კაცი. აბა მოდი გულწრფელად შენ ისეთი შეფასებები გაქვს ხოლმე ზოგადად. სოციალს მე მიყვარს ხოლმე და ნოეს გვიყვარს შენი სტატუსების განხილვა მე კარგ რაღაცეებს როწერ და იცი სწორი შეფასება რაღაცეების ადამიანების სიტუაციების. აბა გითხარი ჩვენ ხუთეულში ვინ არის ყველაზე მეტად დრამატული და ყველაზე ნაკლებად? და მე შენს დრამატულობაზე გადავიდეთ. ძალიან რთული მისია მაქვს, ჩემი აზრია, რომ ყველაზე მეტი დრამაკვინია ნოე. და რატომ? თან განმარტავ. ვინც ვერ ვაკვადრებ ხა ჩემს დრამა. თან განმარტავ. ნახეთ, მას აქვს უთვალავი საქმე. მე უცბად ეხლა ხუთივეს ადგილზე დავდექი. და ნუ ყოველ შემთხვევაში ნოეს ადგილას რომ დავდექი, მე ძალიან ავნერვიულდი. და აქედან გამომდინარე, მე ანრი მუდმივად გაურბის. ხო, აი დავუშვათ, აი მე მინახავს, რომ პირობითად რაღაცა ვიღუპებით და ანრი დაიცადეთ. შევხედოთ როგორია დაღუპვის პროცესი. გარბის. მე მგონი ყველაზე თავშეკავებული ირაკლია, იმიტომ რომ აი მუდმივად ერთი ღიმი. არა, მე შედის დახურულ ოთახში და ვაი იძახის. არა, ეგ არ ხალხში რო არ დაკარგოს ეს შარავანდედი და იდეალური ბიჭი ოთახში ვაი ესე და მერე ნუ გამოდის გადამჭრიალებული ისევ. ხო, აი ჩვენ სამი და ესე კი არ არის. ეკოსის რა მოჯანული. რა შემინიშნავს? აი რაღაცა მომენტი შეხვდები, ელაპარაკები და არ არის ამ ქვეყანაზე და მერე მოდის ხოლმე. რა ფიქრობს? მაგრამ თან გისმენ. არა, ხო თან მისმენ, მაგრამ აღთოვანებას მე ვხედავ ხოლმე. რეაქცია. და სხვათა შორის ყველაზე კარგად შეუძლია აითვისოს, მოხარშოს, დაალაგოს და ემოცია გარეთ არ გამოიტანოს ნინამ. პროფესია აქვს ასეთ. ხო, ეხლა დაუბრუნდეთ შინაარს ძირითადად შენ თავზე მოგვიყევი შენ რამდენად დრამატულად აღიქვავ მოვლენებს, რომელიც შენს ყოფიერებაში ხდება. მე ვასკვნი, ოღონდ სრული სერიოზულობით გეუბნებით. მე
ჯიში ჩემი არის ყველა მაღალია. ყველა მაღალი. მე ვარ ყველაზე დაბალი და ეს სიდაბლე გამოიწვია ჩემმა დრამაქვინობა. ყველაფერზე ნერვიულობდი. და მაგიტო ვერ გაიზარდე? ვერა, აი სულ დაჭიმული ვიყავ. ანუ ეგ გენეტიკური მოკრძალების ბრალია, ვერ ვიტყოდი. არა, იმდენად ნერვიული ვიყავი და იმდენად ვდარდობდი ყველაფერს. აი მე მახსოვს საერთო ვაგონით გზავრობდი და მთელი ღამე აი ესე ვიყავი. აი ესე. ეგ რა. კაცი იწვა მაღლა და ვარდებოდა და რო არ გადმოვარდნილიყო, აი რას დავეძე? არა, კი არ ვიჭერდი, მზად მქონდა ხელები. და ერთ რაღაცას გამოწეულიყავ და ჩამოვარდნილიყო. ხო, ეხლა ესე ვიზავდი, იმიტომ რომ მე გადავიწვი, მართლა გეუბნებით. ისეთ რაღაცას გეტყვით ეხლა დაუჯერებელს, რომ ვერ წარმოიდგენთ. ვაბარებ თეატრალურში, აბარებს ვიღაც აბიტურიენტი, საოცარი ობოლი ბიჭი და სიები რო გამოაკრეს, პირველი მის გვარს ვეძებდი და რო ვნახე მისი გვარი, გავგიჟდი, ისევ ნერვიულობდი მთელი ღამე და ამ დროს ვხედავ რომ მოდის, გავიქეცი, ჩავეხუტე, გილოცავ, შენ რა ქენიო და მე ვთხარი არ მინახავს ჯერ ჩემი თქო. ანუ რის თქმა მინდა იცით, ერთი ბებერი ქვეყნის ჯავრმა მოკლაო იყო ჩემზე. იმდენად ვდარდობდი ყველაზე, აი სიტუაციაზე, მე აი მოგიყვებით ერთი სიტყვით ეროვნული მოძრაობა არის სასწაული ამბავი ჩემი ცოლი არის წასული მიტინგზე ვიღაცამ დარეკა რომ გაისროლეს და აფეთქდა ჯიხური რომელ ჯიხურშიც დამირეკა ერთმა ჩვენმა ნაცნობმა იქ იყო შენი ცოლიო და ბო აღარ არის აი დავქრივდი პატარა ვარ და 12 ფურცლიანი რვეულები იყო იმ დროს. ავდექი დავიწყე წერა და ვუხსნის სიყვარულს. ვუხსნის სიყვარულს, როგორ განვიცდი, როგორ მოკვდა. აი არიცი თქვენ მე როგორ ვიტანჯები და მიყვარს შენი თავი ეგეთი ტანჯული და ნიჭიერი და ღვარად ჩამომდის ცრემლები და გავავსე მთლიანად რვეული. დავდგი, მოვიხარშე ყავა, თუ მოვიდუღე და კარებზეა კაკუნი. დილა 6 საათი. გავაღე კარებით ჩემი ცოლი. ისე როგორ გაგიჯდო გულმა რომ საძებნელად არ წახვედი. საათ უნდა მეძებდა მომკლავდნენ ისროდნენ. ალექსები და ყავა მოგინდა ამ შუა. მოიცადე იმ 12 გვერდიანი რვეულის ბედი მაინტერესებს. ეს რვეული ეხლაც მაქვს, ჩვენ რო დავშორით მე ის რვეული წამოვიღე. არ წააკითხე? აბა, წავაკითხე. კამათი რომ მოგდიო და სულ ამ რვეულს ვაძახებდი. რას მეუბნები? გარდაცვლილი ცოლის საძებნელად რო წასულიყავი, არ ჯობდა ყავის მოდუღებას და ლექსების წერა. მოვისმინეთ ეხლა თქვენ მე ნუ მკარნახობთ რა უნდა მექნა. ისე გია 3 საათის გარდაცვლილი რო ვიყო და ჩემი ქმარი რო ყავას იდუღებდეს მე აღდგებოდი იმ ქვეყნიდან. მართლა გეუბნები ოღონდათ. და ნახეთ რა არის იცით? მე ჩემი პრობლემა იყო იმაში, რომ აი უაზროდ განვიცდიდი ყველაფერს. დღეს პირიქით ვარ. მერსი არის ჩვენთან სულხანიშვილი, მოგესალმები, მერსი. ძალიან დამეთანხმები, საინტერესო გადაცემის თემა არის დღეს და უპირველეს ყოვლისა საინტერესო არის შენი თავიდან გამომდინარე, შენ როგორ აფასებ, შენს ემოციურ, ესე ვთქვათ, გამოხატულებას, თუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ დრამა კვინის მახასიათებლები გაგაჩნია, თუ კი რატომ და თუ არა, ეგეც რო გითხრა რატომ. მოგესალმებით, სიმართლე რომ გითხრა, გისმენთ აქ სტუმრებს და ზოგადად დრამა კვინი თვითონ ტერმინის განმარტება რაც არის, ეს არის, როდესაც ადამიანის ემოცია გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ფაქტი.
შესაბამისად, ემოციური ნამდვილად ვარ, თუმცა წლებთან ერთად ვისწავლე ემოციების მართვა. იმიტომ რომ ხშირად მე თვითონ ყოფილა შემთხვევები, რომ ჩემი ემოციის გამო აღმოჩენილ ვარ ძალიან არაკომფორტულ სიტუაციაში. დღეს რო შევხედო დრამა ქვინი ნამდვილად არ ვარ. სიმართლე რომ თქვა, ვერ მივაკუთვნებ თავს. მაგრამ ვიყავი ადრე შენი აზრით? ადრე უფრო ვიყავი. თუმცა რო შევხედოთ ზოგადად ამ საკითხს, არის ხოლმე რომ თუ ამ კუთხით შევხედავ, არის რაღაცა სიტუაციები, თემები, როდესაც გაცილებით უფრო უღრმავდები და უფრო მერე ვარ ხოლმე ეს განხილვის იმაში, აი რაღაც ამბავი რომ მოხდება, მერე რატომ მოხდა და რო ჩაუღრმავდები და შეიძლება ნაწილობრივ აქ ზედმეტად მე დროს უთმობ ხოლმე მსგავს საკითხებს, რასაც სინამდვილეში არ უნდა დაუთმოთ. თუმცა დრამაქვინობა ჩვენ დროში მე ვფიქრობ თან გაცილებ იმ დროში და იმ ეპოქაში, როდესაც სოციალური ქსელების ეპოქაა, ერთგვარი სცენია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები ცდილობენ ადამიანებზე აი ამ დრამების დამდგმით, სენტიმენტებით, აღიარების სურვილით და დრამატიზება მოახდინონ რიგი მოვლენების და საკითხების. შენ არის ასეთი ადრე სკანდალები მოგწონდა, ანუ ეს ასაკობრივიც არის თუ დამკვიდრების სურვილიც იყო მაშინ წლების წინ, როდესაც თქვა უფრო ნაკლები ცნობადობა ქონდა. განსხვავება, ანუ დრამა ქვინი არაფრისგან რაღაცის შექმნა სპეციალურად გააკეთო, უფრო სხვა არის ვიდრე რასაც ზოგადად ვსაუბრობთ, ემოციის გამოხატვისგან უნდა გავმიჯნოთ, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ემოცია, ის ვერანაირად ვერ არის საინტერესო სხვა ადამიანებისთვის. ვაღიარებ, რომ რა თქმა უნდა, ემოციური ვარ, იმიტომ რომ ემოციების გარეშე ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ადამიანს უნდა შეეძლოს ზადებითი, ასევე უარყოფითი, ტირილით, სიცილით ყველაფერი, მაგრამ ის რომ ცარიელჭიქაში ქარიშხალი დავატრიალო, დღეს ამ ადამიანს არ განვეკუთვნები, თუმცა თავშივე აღნიშნე, რომ წლების წინ კი არაფრისგან შემიქმნია ამბავი და მე თავად მე აღმოჩენილ ვარ ძალიან უხერხულ სიტუაციაში. სტუმარი ყავს სოფო ბედია. მოგესალმები. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. საუბრობთ დრამა ქვინებზე, ხო? ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ რომ აი შექმნან არაფრისგან რაღაცა ძიმე სურათი, შემდეგ ძალიან ინერვიულობ ამ ყველაფერზე და ამ დროს ფუჭი იყოს ეს ყველაფერი. თუ ხარ დრამა ქვინი, თავიდან არავის არ მოსწონს რომ ეუბნებიან და ყველა უარობს რომ მე არა, მაგრამ ნახეთ, მე საერთოდ გულსხმელობა მიყვარს და შესაბამისად ვაღიარებ რომ ვარ ძალიან ემოციური, მაგრამ ეს არის ხასიათი, მე ესე ვფიქრობ. არასოდეს არ მახსენდება ჩემს ცხოვრებაში რაღაცა, რომ აი არაფრისგან რაღაცა შემექმნას. უფრო ძალიან მეტად სენტიმენტალური ან რაღაცის გაბუქება შეიძლება პირად ურთიერთობაში დაუშვათ მეუღლესთან რაღაცა კონფლიქტი მომსულია თუ რაღაცა მიჩხუბია, ეს ცოტა დრამატიზებულად გამომიხატავს. აი დრამატიზმი მიყვარს სიმღერაში, როდესაც რაღაცა ისეც მღერივია და თან ვითარდეს მოვლენები, მაგალითად წვიმაში, ხო და ანუ ისე რომ გითხრათ რომ ხა მე რაღაცა ისეთ დრამებს ვქვნი რომ რაღაცა გონი ყურადღების მიქცევას პირიქით, აი რომ რაღაცა ჩემზე მეც ბევრს საუბრობენ, მინდა რომ სადღაც დავიმალო. ნუ ახლა ეს უკვე მოცემულობა მოიტანა, როცა ძალიან ბევრს საუბრობენ, მართლა ეგრე არის. ანუ თუნდაც კარგი კუთხით, თუნდაც აი რაღაცა უფრო უხერხულობა და მწვენია ხოლმე, ასე რომ ვთქვა. არ ვიტყვი რომ არ მიხარია, რა თქმა უნდა, მომწონს და მიხარია. მაგრამ ისე რომ ხა რაღაცა ისეთი შევქმნა, უბრალოდ არ არსებობს. სოფო, თავად ახსენე რომ აი რომ ჩხუბობო მეუღლესთან, შეიძლება რაღაცა დრამატიზმში გადავიდეს. იზიანდება ძალიან მიშა? მეც რა იცის ჩემი ხასიათი და მიტარებს, იმიტომ რომ ორ წუთში აღარ მახსოვს. აი იმ მომენტში უნდა უფეთქდე, ხდება ეს, აი ძალიან იშვიათად უნდა დამიგროვდეს ალბათ რაღაცა, რომ აი მე ეს ყველაფერი, მაგრამ ვიცი ეს გამოხატვა მიყვარს ამ ყველაფერს. ეს არ არის დრამა ქვინობა. მე არა, სოფო, შენ არ ხარ დრამა ქვინი გოგო, აბსოლუტურად არ, ხო. ქალბატონი ნინა კობახიძე. მოგესალმებით. რატომ გწამებენ ცილს რომ ხართ დრამა ქვინი? თუ აქვს ამას ესეთი მნიშვნელოვანი ნიადაგი, რომ ამ ამბავს ყვებავს? ვფიქრობ, რაღაცეებში ვარ დრამა ქვინი. ანუ არ თუ საფუძვლოა. რაღაც ჭიანჭველას ვაქცევს პილოტს. მაქვს ესეთი ხასიათები, რომ რაღაცა პატარა უცებ უნდა გახდეს დიდი. თუნდაც იმ მომენტში, როცა
უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ, არ ვიცი რა მჭირს, მგონია რომ იქით უნდა წავიდე, აბა რაღაც მჭირს და ამ დროს უბრალოდ მშია. საკუთარ თავთანაც აი ესეთი დრამაკვინული ამბავი გქონდა. საკუთარ თავთანაც. გავიძე ხა ცუდ ხასიათზე ვარ, აბა ყოფილი ვარ მგონია, ცუდად ვარ, ანუ ეს არ არის კონკრეტულად ვინმეზე მიმართული. შესაძლებელია ორივე ვარიანტი განვიხილოთ. როცა ვიღვიძე, მგონია რომ რაღაცნაირად ნინი დღეს კარგად ხარ? კი, ნინი დღეს კარგად. რეალურად ვარ ძალიან კარგად. მაგრამ მგონია რომ იქნებ ცუდად ხარ, იქნებ რა გჭირს. ანუ მე მართლა მაინტერესებს, მე რა ხდება, ვეძებთ მსხვერპლს, ხო რომ შევჭამოთ. მე ვცდილობ რომ ვიფიქრო, არა ნინი, შენ არაფერი არ გჭირს, ძალიან კარგად ხარ და კაი, იმ შემთხვევაში თუ კი ნინიმ დააჯერა მეორე ნინის რომ ძალიან მიჭირს ემოციების მართვა, ძალიან. ჭირდება? თხის რქა. ხედა. ესე იგი დრამაკვინების უმეტესობა ძალიან ნერვიული ადამიანი ვარ. ყველა დეტალზე ნერვიული. ყველაზე სერიოზული და ხელს არ მიშნით ძალიან მიშნის კი. ურთიერთობაში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ასეში, ანუ ხო კი კონფლიქტს იწვევს ხო ალბათ ხანდახან. და რაც ჩემი სანერვიულო არ არის, იმაზეც ნერვიულობ. გავიქ. სხვაზეც ვინერვიულობ. ჩემს განსაკუთრებით ნერვიულობ და ნერვიულობ. მაგრამ ასეთ მომენტში ჯობია რომ დამშვიდდე. და როგორ მშვიდდებით? მირჩევნია დავრჩე საკუთარ თავთან. საკუთარ თავს ვესაუბრო და რაღაც დასკვნამდე მივიდე რა. აქ საინტერესო მომენტია. ერთი რამ მაინტერესებს. აი ასეთ დროს ადამიანს აი პირად ურთიერთობაში არ ექმნება პრობლემა? შეიძლება ნახე მეგობარი ვიყო, უბრალოდ ძმაკაცი ყავდეს და აქალი რაღაც და იმათმა იცოდნენ შენი ხასიათი, მაგრამ როდესაც რაღაც პირად ურთიერთობებს ვაწყობთ, შეიძლება ასეთ დროს არ ქმნის ეს პრობლემას, ოღონდ მართლა არ არის ეს რაღაც ისეთი რიტორიკული. იცით რა არის? არასდროს ყოფილვარ ურთიერთობაში. აი ამიტომ შესაბამისად არ ფიქრებულ ხარ. მოიცადე, არასდროს ყოფილხარ ურთიერთობაში. არასდროს მოყანია შეყვარებული. ნუ აი შეყვარებული არ ყოლია. რამდენი წლის ხართ? 24. 24-ის. აი შეხედე. ხო, რა მოხდა რა, არაფერი. არა, პირველად ნახე 24 წლის ასეთი ლამაზი გოგო, რომელიც და ისე არასოდეს ყოფილა. ვფიქრობ, რომ მეჭვიანი არ ვარ. ანუ რატომ არავინ არ მოგეწონათ? დარწმუნებული არ ვარ, ვერ გეტყვით. მაგრამ ესე მგონია რომ არ ვარ ეჭვიანი. ასე ვთქვათ, არ გაგჩენიათ ინტერესი რომ ეგება კარგია სიყვარული. როგორ შეინახეთ თავი უსიყვარული? ოკეი, აი ხო მოკეთ მაგას ვიტყვი. შეიძლება თავს იცავთ რაღაცა გეშინიათ ბიჭო, ბავშვი 84-ის კი არა 24-ის ასული, რა პრობლემა? როგორ არ მომწონებია ვიღაც, მომწონებია, მაგრამ შეყვარებული არ მყონია ასე. არა უხრომ რა მოხდა? არ მაქვს მსგავსი გამოცდილება. არ გაგიჟებულა მოგცემ რომ ეს დრამაკვინობა სანამ შეყვარებული აი რაღაცა ფიქრები ცუდად ვარ, კარგად ვარ, ღმერთო როგორ ვარ, იქნებ კარგად ვარ. ეს ყველაფერი მანამდე იქნებ იმუშაოთ საკუთარ თავზე და ამუშავოთ სანამ შეყვარებული პრინციპი. იქნებ ეკო საერთოდ არ უქმნის დისკომფორტს. შეიძლება არ აწუხებს. არა, ცოტა მაწუხებს. შეუქმნის შენი კითხვა სამაში ღმერთმა ქნას რომ ისეთი ნახოს რა შეუქმნას, მაგრამ რთულია მაგ დროს. საერთოდ საინტერესო არსებობენ ადამიანები, აი ვისაც კონკრეტულად აი ესეთი დრამატულ ტიპაჟთან შეუძლია არ აქვს პრობლემა. მოდი ასე ვთქვათ. შეიძლება ყველაფერი არსებობენ ყველაფერი შესაძლებელი. თუმცა აი ოჯახის წევრი ზის გვერდით რა და საინტერესო არის რამდენად ქმნის ეს რაღაც გარკვეულ უხერხულობას არ დავარქმევ, მაგრამ პრობლემას ურთიერთობაში, აი, რამდენად ყოველდღიურობაში იწვევს ერთგვარ კონფლიქტს, როდესაც ოჯახის წევრები ახლა იმ გადმოსახედიდან რაც თქვენ ბრძანეთ, უნდა მოერგონ მის დილის გაღვიძების ხასიათს. ხო, აი, რამდენად რთული არის პირობითად თუ პრობლემა არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით პირველ რიგში. ნინის დრამა, როდესაც პიკს აღწევს ხოლმე. მაგ დროს ვცდილობ არ ვესაუბრო. არა საყვარელი. ვფიქრობ, პაუზა გავაკეთო, გავიდე საერთოდ იმ ტერიტორიიდან და როდესაც ხვდები, რომ უკვე კარგ ხასიათზე არის. რამდენ საათში?
სხვათა შორის შესაძლებელია 5 წუთშიც. ესე ვერ ვიტყოდი, რომ დიდხანს უგრძელდება. მაგრამ ზუსტად ის მომენტი, როდესაც ნინი დრამა არის, მაგ დროს უნდა გავეცაოთ. ყველაზე კარგი გამოსავალი არის ეს, იმიტომ რომ მაშინ უნდა ვიჩხუბოთ ძალიან, რაც არ მინდა ხოლმე და ვცდილობ ხოლმე, რომ არ ვიჩხუბოთ და თუ იმ მომენტში მეც დრამა ვარ, მაშინ საერთოდ ხდება ორ ადამიანს შორის ცეცხლი, სადაც შემდეგ მეხანძრე არის ყოველთვის დედა. და ვფიქრობ, ისევ მე გავერიდო. თქვენ ერთნაირი ხასიათი გაქვთ ამ შემთხვევაში, თუ თქვენ ცოტა უფრო ნაკლებად? ვარ ემოციური, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ დრამა ვარ. მე გამოვდივარ 28 დღე ბედნიერი ოთახიდან და ზუსტად ვიცი ნინის არ უნდა ვესაუბრო არც ერთ დღეს ოთახიდან რო გამოდის და როცა გამოდის მაშინ თვითონ უნდა გამესაუბროს პირველად და აი მაშინ ხვდები უკვე როგორ ხასიათზეა და ეს იმის ბრალი ხო არ არის რომ აი პატარა რო იყო ესე ყველა ესე ეპყრობოდა ესე გაზარდე და მან რაღაცა შეირგო ეს პრინცესას როლი და თავიდანვე ვფიქრობ მოირგო ეს როლი არ ვიცი შესაძლებელია. შეიძლება ესეც იყოს ამ ყველაფრის მიზეზი. ნინის არ უნდა ეწყინოს არაფერი. არ შეიძლება. არა. უცებ ქმარი ძალიან შემეცოდა, ეხლა რომ უსმენდი, როცა გათხოვდები ღმერთმა ბედნიერი გამყავო საყვარელო, მაგრამ აი ძალიან შემეცოდა, ძალიან შევედი მაგის მდგომარეობაში. არა და სოფო თავის ქმარს გათხოვებს. იცი რა. ეს ახლა ჩვენ ბევრს ვგლიცინებთ ამაზე მართლა და ეს ქმნის ნინის ეს ხასიათი და დრამაკვინობა ოჯახში გადამდებ, მოდი ვთქვათ პირდაპირ, ცუდ ატმოსფერას. ჩემს მიმართებაში არა. თუ ამას ოჯახის გლიცინით უყურებს და ხახახახიხია. აი მირჩევნია რომ გავიღვიძებ, ნახევარი საათი არ დამელაპარაკო. ეს უნდა იცოდეს ყველამ, იმიტომ რომ მე თავს ვერ ვაკონტროლებ იმ მომენტში. მე მჭირდება სიმშვიდე, დილით რო გავიღვიძებ, ყავას დავლევ და ვსონინი კარგად არის. მერე უკვე შემიძლია ყველასთან კომუნიკაცია. აი ის რაღაც დრო უნდა ვიყო მარტო. ნინიში არის ნამდვილად აი ეს რაღაცა პრინცესის როლი აქვს მორგებული. კარგი გაგებით ვიძახი, იმიტომ რომ თუ დააკვირდით თავის თავზე ლაპარაკობს მესამე პირში. ნინი კარგად არის, ნინიმ გაიღვიძა, ნინის არ უნდა დაელაპარაკოთ მის აღმატებულებას და ასე შემდეგ. ძალიან მწყინს ყველაფერი. ყოვენი დეტალი. აი ხა არ იყო რამე ისეთი რაც გეწინა, ან არ მოგეწონა, არ გესიამოვნა, რაც შენ მადამი საუბრა შენზე. ო სიმართლე გითხარი. არა. მე სახეზე გაკვირდებოდი. პირიქით მოცოს კაცო. დედა იჭყიტება ყოველთვის, იმიტომ რომ მე ვეჩხუბები. აი რატო არ უთხარი ესე, რატო მოიქცა? შეშვი ძალიან გთხოვ. მე არ ვეშვები. მე მინდა რომ ჩემი სათქმელი ბოლომდე ვთქვა და მაშინ ვიწევთ სერიოზულ კამათს. შეგიძლიათ რო ეხაცი გამა. არა, ეხლა ვერა. ირაღამ დაიწყეს. ვერასდროს ვერაფერს. აჰა. რა გაგვთ გასაყოფში? აი მაგათ ასაცმენი, მე რომელიც მინდა ის უნდა მას. თუ მე რომელიც მინდა ის გინდა შენ. ესეც შესაძლებელია. ნინი მოგესალმებით, მადლობთ ჩვენთან სტუდიაში რომ მობრძანდით. რა თქმა უნდა, საინტერესოა თქვენი ხასიათი, თუ თვლით თქვენ რომ შეიძლება თქვენზე ითქვას რომ ხართ დრამაკვინი, თუ ასია, რაში გამოიხატება და რა არის ამის მიზეზი, რატომ ფიქრობთ? მოგესალმებით. ვთვლი რომ მე ვარ ზედმეტად ემოციური ადამიანი, ანუ ემოციების შიგნით დატევა არ შემიძლია უბრალოდ. ვარ ზედმეტადაც კი ვნერვიულობ ისეთ ამბებზე, რაც შეიძლება ნაკლებად განიცადო. აი მაგალითად უპასუხოზე არის ვიღაცისთვის ჩვეულებრივი გამოტოვებული ზარია. მე როცა არ მპასუხობს ტელეფონზე ოჯახის წევრი, ამ დროს უკვე ფილმს ვიღებ ჩემს გონებაში. თან ზაფრ სიუჟეტიანს და რაღაც ფინალამდეც მივდივარ ხოლმე როცა უკვე მირეკავენ სუდი ფინალისკენ კი რა თქმა უნდა როცა ესე ახლობელი ოჯახის წევრი არ პასუხობს კი აი შემიძლია დრამა დავდგა იმაზეც რომ მაგალითად
სუდამინძე ან საცობზე. კი, როცა ეს ხელს უშლის დაბადების დღე რაღაც ისეთ დღესასწაულს როცა მეხება და როდესაც ცუდი რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გარშემომყოფებს ხვარიან, რომ არ ლაპარაკობენ თავის ცუდზე და შემდეგ როცა დაასრულებენ ამ ცუდ პერიოდს, მერე შეუძლიათ მოყვნენ მშვიდად, რომ აი ესეთი რაღაც გაიარეს. არა, მე აი პირველივე წუთიდან ვითხოვ თანადგომას გარშემომყოფების ყვები და მათ მხარდაჭერას, გამხნევებას მე ვიღებ როგორც სულიერ საკვებს აზრდოს, ცოტა ეგოიზმიც არის. ანუ ამას თქვენ ხვდებით და აღიარებთ, რომ ეს არის ეგოს ამბავი. კი, არის. ნამდვილად არის. რის უბრალოდ ისეთი რაღაცა არის, რომ ვფიქრობ, ცოტა დრამა მირჩევნია მოსაწყენ ცხოვრებას. აი თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ თუ ამბობთ რომ ზედმეტად ემოციური ხარ და ხშირად ხდება ასეთი რამ, აი რაღაც ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც დაგამახსოვრდათ, არ ვიცი, ვინდათ ნეგატიური კუთხით და დღეს რაღაცა ღიმილით იხსენებთ ამ ყველაფერს. ბევრი ესეთი შემთხვევა ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე ახლოს რაც მოხდა, რამდენიმე კვირის წინ სხვა ქვეყანაში დედაჩემმა დაკარგა ჩანთა, მოპარეს ევროპაში და მე ვერ მირეკავდა, მე იმ ქალაქში არ ვიყავი, უბრალოდ რომ ნერვიულობდა იმაზე, მე როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს. ანუ ისეთი სცენარი შეგეძლოთ არა, რა თქმა უნდა განვიცადე, იმიტომ რომ პასპორტიც იყო და დავკარგეთ და საელჩო მოგვიწია და ახალი პასპორტი და განვიცადეთ და ეხლაც ვერ ვიხსენებ ამას ღიმილით, მაგრამ იმას აღვნიშნავ, რომ ის დედა დაზარალებული უფრო მეტად ჩემზე ნერვიულობდა, რომ მე ამას როგორ განვიცდიდი. თქვენი ეს ზედმეტი ემოციები ცხოვრებაში გიშლით ხელს თუ კომფორტულად ხართ ამ? არა, მიშლის, ძალიან მიშლის ეს ჩემი ზედმეტი ემოციები ხელს ხშირად მიშლის ურთიერთობებშიც ოჯახის წევრებთანაც. დიდი მადლობა ასეთი გულწრფელობისთვის. ნათია ზარანდი არის ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით. დღეს ვსაუბრობთ დრამა ქვინებზე, რაღაც გართულებულ ურთიერთობებზეც, ემოციებზეც. თქვენ შემთხვევაში რა ხდება? არ ვუარყოფ, დიახ, ვარ დრამა ქვინ. ჯობია იყო გიჟი გადარეული დრამა ქვინ, ვიდრე არაფრით განსხვავდებოდე კარადისგან, რომელიც საძინებელში გიდგას. რაც შეეხება მე რომ ვთქვა, რომ ეს ხელს მიშლისო და ისეთ სირთულეებს მიქმნის ცხოვრებაში, არა და ზოგადად ვფიქრობ, რომ მამაკაცებსაც მოსწონთ ასეთი ემოციური, ცეცხლოვანი, აქტიური, ენერგიული, დინამიური ქალები. კი, ეს შეიძლება აბსოლუტურად სხვა ჩამონათვალია. ხო, დრამა ქვინი კიდე სხვა ქალი, რომელიც მუდმივად ყველა წვრილმანიდან პრობლემას ქმნის. ემოციასთან არის უფრო კავშირში და ზოგადად ხა მეგრელი ქალი და უემოციო და დრამის გარეშე გინახიათ, მე არ ვიცი. რაზე შეიძლება აი ელემენტარულზე გაუნაცვლო მეგობარ მამაკაცთან, თუნდაც ძმაკაცთან მე მყავს საყვარელი ადამიანი. ის მშვიდია სხვათა შორის. აი მაგალითად ხო გუშინ წინ მივწერე ღამით. ხო, აი ვლაპარაკობდით და მე რაღაცა გამახსენდა და კიდე მივწერე. არ მოუწერია პასუხი. ვურეკავ, არ იღებს ყურმელს. ესე იგი ეგრევე გადავაგდი, რატო ნახევარი საათის წინ წერდა ასე მალე როგორ დაეძინა. აბა როგორ, ანუ ჩავარდი რაღაც იმებში და დილით მე ხვდება ხოლმე ჩემგან მესი, რატო არ მიპასუხებს? სინამდვილეში მართლა ჩაეძინა. და არა და მეუბნება ჩამეძინავ. მე ვთხარი ნახევარი საათის წინ რომ მოგწერე, ხო არ გეძინათქო და ასე მალე როგორ ჩაგეძინათქო? წამებში ეძინება ადამიანი. ხო და ესეთ რაღაცებს ამიტომ თქვენ გვერდზე უნდა მოიწვინოთ. მადლობთ გეხვეწები. მე ვარ მომსწრე ვარ. ყავს საოცარი შეყვარებული. ეს არის როგორი დრამა ქვენი, აი პატარა პრობლემას აქცევს, ნუ აი მთად. და ის არის ძალიან მშვიდი, მას მოსწონს. ხო, მაგრამ არ მგონია ნათი ამას ნახე აბსოლუტურად გააზრებულად და რაღაცა პოზიტიურ ჭრილში. მე პოზიტიურად ვუყურებ ამას. ის ჩემი დრამატულობას პოზიტიურია. რა თქმა უნდა და ეს არც ერთ კაცს ასე ვთქვათ არ უქმნის ემოციურ იმებს, პრობლემებს, ხო. დრამატულობა არ ნიშნავს ტოქსიურობას. ტოქსიურობას. შეიძლება ხმადაბლა ისეთი ტოქსიური იყოს ადამიანი, გამოგაცადოს მთელი ენერგია და რა ჯობია ნათია თან შოუს მიმართ
მართავს და ის ამ ურთიერთობის ნაწილია, რაც მას მე როცა ხარ მომღერალი, ზოგადად ხელოვნებასთან გაქვს ხო საქმე, აბა როგორ სხვანაირად, ვერ წარმომიდგენია, მუდო ადამიანებს ხო ჯობი ვართ არა? აბა რა, საინტერესოა ბიჭებში როგორ არის ამბავი. მოგესალმები ვალალო. მოგესალმებით. ესე იგი, სხვა შორის აი ვალალოს რო შეხედავ ისეთი კაცრი შეხედულება აქვს, ვინმე შეიძლება იფიქროს, რომ ეს ცხოვრებაში ისეთი დრამატული ბიჭი იქნება, აი ყველაფრისგან პრობლემას ქმნის, რაღაცებს აბუქებს, ხარ ესეთი? არა, ალალი ბოთე. საყვარელი. ნამდვილად არ ვარ, მოგესალმებით, მივესალმები. დრამა კინგებში არ იწერები. არა. ახლავე ავხსნი, კაცი ზოგადად დრამატულ ადამიანთან ძალიან რთულია ურთიერთობა. არ არის აუცილებელი რომ იყოს ეს შეყვარებული, არ არის აუცილებელი რომ იყოს მეგობრის, ანუ ნებისმიერ ურთიერთობაში დრამატულ ადამიანთან ჩემთვის ძალიან რთულია ურთიერთობა რა. აი ძალიან. რა როგორ შეიძლება დაახასიათოს მამაკაცი კარგი შეყვარებული ქალმა, აი ესე გახასიათებენ. აღმოჩნდა უცებ რაღაც ურთიერთობაში რომ საშინელი დრამა ქვინია შენი შეყვარებული. დაშორდები ამის გამო? თუ ადამიანი რომელიც გვერდით ყავს, ჯერ ერთი არ ამგონია რომ ურთიერთობა მაქამდე მივიდეს, თუ რაღაც კომფორტი ვერ იგზენი იმ ადამიანთან, მაგრამ თუ მაინც და მივიდა, ეხლა ძალიან რთულია ადამიანი რაღაც დონემდე და იმ სილამაზეს რაც მოიტანს, ხვდები რომ მაგის ატანა შეიძლებაოდეს, რა თქმა უნდა, მამაკაცმა ეგ უნდა აიტანოს, მაგრამ თუ ეხლა სულ აივიში აქვს და აუ ეს როგორ და აი თავზე გვექცევა ქვეყანა და ესე ხორ. სალომეს უნდა ვკითხო, სალომე. ადამიანებთან არიან ზოგადად 7 ადამიანები. ანუ შეამჩნიეთ თქვენ ნახეთ ორი დრამა კვინ ადამიანი ერთად, ძალიან იშვიათად. ანუ ის გაბალანსებს. იმას აკლია ის ემოცია, ის დრამა და შენ განღებულობს და შენ მისგან პირიქით, ანუ ბალანსია. პლუსი და მინუსი. სალომეს უნდა გადავცეთ სიტყვა, სალომე, მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ხარ და რაღაც ისე ყველას ისე უსმენ და შენს რეაქციებს ვაკვირდები. შენ როგორ შეაფასებ დრამა კვინობას? მე რამდენიმე ესე ვთქვათ ფაქტორზე ვისაუბრეთ, რატო შეიძლება ადამიანი იყოს დრამა კვინი და ერთ-ერთი მთავარი, რასაც მე ვეთანხმები, არის ის, რომ ეს არის მართვის, სხვა ადამიანის მართვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, манипуляция. შენ როგორ შეაფასებ და შენი ხასიათი გითხარი, შენ როგორ თვლი ხარ თუ არა? გამარჯობა, პირველ რიგში. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ და აი ამ თემით. პირველ რიგში ვიტყვი რა ჩემი პროფესია არის თეატრისა და დრამის და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული თეატრალურ უნივერსიტეტში და პროფესიით დრამა კვინი ხარ, აჰა. პროფესიით და ვარ ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, ზუსტად ვიცი რაზე ვიდარდო და რაზე არა. ნუ არ ვარ პატარა, აგერ მე სხვათა შორის გამიკვირდა შენ ნაკერიანი ფეხით ვარ მოსული და საერთოდ არ ვღელავ, იმიტომ რომ არის რაღაცები, რასაც არ ეშველება, რაღაცებს ეშველება. ხა წვიმს და ამაზე ვიდარდო, ან ცხელი შოკოლადი დღეს ისეთი არ გამომივიდა, როგორც გუშინ. ეს ცხელი შოკოლადი იყიდება. ხა ეს შემთთვის არ არის პრობლემა. შესაბამისად, ნუ აი ესე რომ აიღო, ნუ არ ვარ დრამა კვინი, მაგრამ არაჩვეულებრივად გამომდის თამაში. როცა მინდა, აი დავაცემინებ და მთელი სამეგობრო ჩემთან ჩდება და აი ყელის ტკივილზე მნახველები მოდიან და ასე შემდეგ. ძალიან სწორად შემიძლია ამით манипуლირება. აი ხა მე ვთქვი რომ სალომე რო დავინახე ამ სიაში ხო ვიცნობ ასე თუ ისე, ნუ მე ვფიქრობ ანუ კარგი манипуляტორი. განიკვირდა რომ ამ სიაში არის, მაგრამ თურმე ვთამაშობო და რაღაცაზე манипуლირებს საკუთარ მეგობრებს. რეალური მეგობრებიც ამ ყველაფერზე რას ამბობენ ეს რომ გაგუს და მოწონთ ეს რაღაცა, ჩემი ცოტა რაღაცნაირი პრინცესული ხანდახან ხასიათები, თუმცა რაც მართლა სანერვიულოა და სადარდებელია, ხო, ამისგან დრამებს არ ვქნი, ვარ ჩემთავთან მარტო ამას უმკლავდები და ხო, ადეკვატურად, მაგრამ არის ხანდახან რომ ისე და მაიმუნობა გინდა რა და აი რაღაცა ერთი ნაკაწრი მაქვს, მხოლოდ ჯანმრთელობაზე მაქვს ეს სიგიჟეები და არა ერთი და აი ნაკაწრი მაქვს და ამ ნაკაწზე ვაიმე და შეიძლება ნინას უცებ გაუგზავნო რომ რამჭის გადავრჩები და ამ დროს აი არაფერი და იქ უცებ რაღაცა საზღვარგარეთ რაღაც კლინიკა აი ეს რაღაცები მაქვს ხოლმე ჯანმრთელობას რაც ახება მუხლი ისეთ ვითარებაში მოიტეხე რო არ გქონდეს ეხლა დღესდღეობით ეს რაღაცები უკვე უხერხული იქნებოდა ხო აი ეგ არის და ამისგანაც უდიდესი დრამებით ოღონდ მე ამ ყველაფერზე
მეცინებოდა რა ეს რო არ მქონდეს ასეთ დროს, ხანდახან შეიძლება ადამიანი ვერ გაუმკლავდა ცხოვრებაში ისეთი რთული პერიოდები გვაქვს ზოგადად ხო ადამიანებს. ამიტომ რაღაცა ბალანსი უნდა არსებობდეს. ახლა რასაც თქვენ საუბრობთ, რომ ცეცხლი უნდა დაანთოს, უნდა დავანთო და დანთებულიც მაქვს, ცოტა ეჭვიანიც ვარ, ცოტა სიგიჟებიც, მაგრამ ხო ზღვარცი ალბათ არსებობს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ხა მეორე ნახევართან თუ როგორც არის ქმარი თუ შეყვარებული, რომ სულ იწუწუნა, სულ დრამები, რომ აი ეს ნაკერი დღეს ამ ქვედაბოლოს ისე არა აქვს, როგორც უნდა გქონდეს. ეს ამინდი დღეს ისეთი, ანუ დამღლელიაც. მე რაც მინახია, სულ ეფერება თავის ქმარი ასე დაყავს და ჯივი გვერიღო იცნობ ყველა. იცი როგორია? არა, შენ ესე იგი არ ხარ დრამა ანუ არ ვარ, თუმცა აი როგორც გითხარით, შემიძლია ხანდახან წავიქციო თავი. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენთან არის სტუმარი ენეაგრამას სპეციალისტი ბატონი ილია ნიკაჭაძე. და მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. თუ შეიძლება გვიამბეთ, აგვიხსენით, რას ნიშნავს ენეაგრამა? ენეაგრამა შენ გეუბნება როგორია შენი ხასიათი. რა ფსიქოტიპის ადამიანი ხარ, რა თავისებურებები გაქვს, რა გამოწვევები გაქვს და რა რესურსები გაქვს. ეს ყველაფერი გეხმარება იმაში, რომ შენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესო, იმიტომ რომ შენი თავისებურებები ზუსტად იცი და ამ თავისებურებებით როგორ შეიძლება ბედნიერად, კმაყოფილად და წარმატებულად იცხოვრო, აი ამას გასწავლის ენეაგრამა. მე როდესაც ვთქვი პირობითად, რომ შესაძლებელი არის საკუთარი ემოციების შესწავლა და მისი მართვა, არის ზუსტად ამაზე პასუხობს. კი ბატონო, ენეაგრამა გარდა იმისა, რომ შენ ემოციურ სისტემაში გაგარკვევს, შენს არაცნობიერ მოტივაციებში ჩაგახედებს. ანუ გაჩვენებს როგორ აზროვნებ, რატო აზროვნებ ესე და როგორ შეიძლება ამის დახვეწა და გაუმჯობესება. იქ სად დავადგინოთ? აი როგორ შეიძლება ამის გარკვევა უფრო მეტად რომ ენეანიშნის დასადგენად ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 45 წუთიანი სიღრმისეული ინტერვიუ და მე თქვენი პასუხების საფუძველზე გავარკვევ რა არის თქვენი ფუნდამენტური ღირებულებები და აქედან ამდენად შევქმნი საკმაოდ ვრცელ რეპორტ ფაილს, რაც აღწერილი იქნება დეტალურად ჩვენი ფსიქოტიპი. და ზოგადად ფსიქოტიპი საიდან მოდის, ხო? ეს არის ჩვენი ბავშვობის გამოცდილებების შედეგი. სულ 9 ძირითადი ფსიქოტიპი არსებობს. თუმცა ეს ტიპაჟები რო ჩაუშვათ 1000-მდე ქვეტიპზე ადის, მაგრამ ძირითადი 9 არის და ამ 9-დან ერთ-ერთი არის ჩვენი წამყვანი ფსიქოტიპი. და არის ასეთი მახასიათებელი, რომ რომელიმე, თქვათ, ფსიქოტიპის ადამიანები არიან ყველაზე ხშირად, აი, დრამაკვინები. რა თქმა უნდა, კი. და აი ფსიქოტიპია. დრეკილება დრამატიზმისკენ ეს კონკრეტული ხასიათია. ფსიქოტიპებს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებთ დრამის სიყვარული, არიან ეგრეთ წოდებული ოთხიანები, ინდივიდუალისტები. ეს არის ყველაზე შემოქმედებითი, ყველაზე მგრძნობიარი და ფაქიზი ბუნების მქონე ადამიანი, რომელიც ძალიან მძაფრად რეაგირებს რაღაცა დეტალზე. ოთ ეს რეაქცია აუცილებლად არის ემოციური. აი დაახლოებით რო შევადაროთ, ინდივიდუალისტი გავს ფაიფურის ლარნაკს. ძალიან ესთეტიურია, ძალიან დახვეწილია, მაგრამ მსხრევადია. პატარა არასწორი მოძრაობა და ნაკაძრი დაეტყობა. ცნობილი ადამიანებს ვინმეს თუ გამოარჩევთ, აი ძალიან ისეც ყველა რო იცნობს და განსაკუთრებული დრამაკვინობის ხასიათის პატრონები ვინ შეიძლება? კი, შეგვიძლია გავიხსენოთ, მე არ გამეკეთებ დიაგნოსტიკა, მაგრამ მისი ცხოვრების შესწავლის საფუძველზე გალაქტიონ ტაბიძე პირველ რიგში უნდა გამოვარჩიოთ. თუმცა ეს ის კატეგორიის ადამიანია, ვისთვისაც ეს დრამატულობა გახდა მისი შემოქმედებითი საქმიანობის საფუძველი და მისი ლექსები ამიტომაც არის ესეთი განსაკუთრებული, რომ მძაფრი ემოციები უდევს საფუძვლად. აუცილებლად უნდა ვთქვათ ნიკო ფიროსმანი, ნიკალა. და ცნობილი ისტორია მისი, როდესაც ის ყიდის დუქანს, რომ ვარდების ერთი ურემი ვარდები აჩუქოს ქალს, რომელიც მოწონს. ამაზე მეტი დრამატულობა რაღა გინდა, ხო? მოდი გამოხშირეთ ჩვენს ხუთეულში ყველაზე მეტად დრამატული და ნაკლებ დრამატული ტიპაჟი. აი ერთი შეხედვით. მაკაცასთან გავიგეთ, ცალკე ოთახით დადის და ბაი-ბაის იცახის. ხათაშორის ეს რეალობასთან ახლოს არის. კი, ვიცი რო არის. ჩემ შემთხვევაში არა. ახლოს, თლად რეალობა არ არის. კინოში ჯდები რომ გაგიაროს. მოდი ირაკლითი დავიწყოთ, იმიტომ რომ ირაკლიზე დაკვირვების ყველაზე მეტი შესაძლებლობა მქონდა, იმიტომ რომ სანამ გადაცემა დაიწყებოდა პირველი შემოვიდა. მოწესრიგებულად, დროულად სხვათა შორის. პირველი სახლია. და შეუთქვა იმ ფუნქცია მოვალეობის შესრულებას, რაც მის არეალში შედის. ანუ ეცნობა და სცენარს.
ნახეთ, აქედანვე ჩანს მისი მოწესრიგებული ხასიათი, პუნქტუალური ხასიათი, წესების სიყვარული და ვალდებულებების პირნათლად შესრულება. თუმცა ნახეთ, ახლა ეს ცხადია დრამატისტთან ახლოს არ არის, მაგრამ ახასიათებს ამ ტიპას ზედმეტი თვითკრიტიკა. და ის, რასაც აზვიადებს ეს ტიპაჟი, არის საკუთარი შეცდომები. გადავიდეთ ანრის ტიპაჟზე. ანრის თუ დააკვირდებით, ცდილობს რომ ყველაფერი შეხვდეს ხუმრობით. და განსაკუთრებით ხუმრობის დოზა იზრდება, როცა რაიმე პრობლემური ან სტრესული ნაწილია. ნახე, ეს ტიპაჟი არის 7-იანი, ამ ტიპას ქვია ენთუზიასტი, თავგადასავლების მაძიებელი და ეს ტიპაჟი პირიქით დრამატიზმის საპირისპირო ხასიათია. თუ დრამატული ადამიანი არის ნეგატიური ემოციის შექმნაზე ფოკუსირებული, ენთუზიასტი პირიქით პოზიტიური ემოციის შექმნაზე, იქაც კი სადაც პოზიტივის ადგილი შეიძლება არ იყოს. აი მაგალითად როგორ იქცევა დრამატული ადამიანი სიკვდილის წინ. შეგვიძლია გავიხსენოთ ორი ცნობილი ენთუზიასტი, მაგალითად ფრედი მერკური, რომელსაც აქვს სიმღერა ჩაწერილი სიკვდილამდე 2 დღით ადრე. ადამიანი კვდება, აივ ინფექცია აქვს, გარდაუვალი სიკვდილია, ხო, იმიტომ რომ მაშინ არ იყო შესაბამის დონეზე მედიცინაში თარებული. და მღერის ახლა მოდი საქართველოში გადმოვიდეთ ნოდარ დუმბაძე. არსებობს გენიალური აუდიო ჩანაწერი ნოდარ დუმბაძის სიმღერა სიკვდილის წინ. ახლა პრინციპში ნოეზეც გადავიდეთ, ხო? თორე ინერვიულებს. ის ფაქტი რომ ინერვიულებს ესეც მის ხასიათზე ძალიან ბევრ რაღაცას ამბობს. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ შუაში ზის და ესეთ შემთხვევითი არ არის. ეს მხოლოდ სცენარი არ არის ამ გადაცემის, ეს მის ხასიათიც არის, იმიტომ რომ ნოე არის ტრიუმფატორი. ეს არის ადამიანის ტიპაჟი, რომელსაც პირველობა უყვარს, საუკეთესოობა უყვარს, მაქსიმალისტია, ანუ მაქსიმალური შედეგის მიღწევა და ყველგან და ყველაფერში. მაგალითად კრისტიანო რონალდო ასეთი. და ხა დრამატისტთან რა კავშირია? ნახე, ეს ტიპაჟი არ არის დრამატული, ეს ტიპაჟი მძაფრად განიცდის, როდესაც პირველი არ არის, როცა რაღაცა საუკეთესოდ არ გამოდის. და გახსოვთ ალბათ საქართველოს-პორტუგალის მატჩში, როგორ მძაფრად რეაგირებდა კრისტიანო რონალდო გოლი რომ ვერ გაქონდა. და თითქოს აი პატარა ბავშვივით იყო და რა ჭინჭყლობაზე გადავდა, იმიტომ რომ მაქსიმალისტია, საუკეთესო უნდა რომ იყოს ყველა. ძალიან საინტერესო რომ ამ ხასიათის მქონე იყო მაგალითად იულიუს კეისარი. ნახეთ? მოეწონა. და აი როგორი ხასიათია, იცი, მიվել უნახე გავიმარჯვეს. სწრაფი, დინამიური, მოძრავი, სულ დაკავებულთან ახლოს არის. აი რაც შეეხება ეკოს და ნინოს აქ ცოტა დაფიქრება დამჭირდა და თუ შეიძლება რამდენიმე კითხვას დაგისვავთ და ისე შევეცადოთ ყველამ რომ მათი ხასიათი დავინახოთ, ხო? და აი ხომ დავიწყე ეკოსთან თვალსაჩინო რაც იყო, რომ შენიშვნებზე ძალიან მძაფრი რეაქცია. აუ, საშნელი ქალი. მითითებებზე მძაფრი რეაქცია. ესეც ხადია მის ხასიათზე რაღაცას ამბობს. ეკო შეიძლება ანრისთან უფრო ახლოს იყოს, იმიტომ რომ ეს თავისუფლების მოყვარული ხასიათია. ეს არის რომ საზღვრებს ნუ მიწესებ. მე თვითონ გადავწყვეტ, მე თვითონ უბრალოდ ანრი ამას იუმორში გამოხატავს უფრო და ეკო უფრო რეაქციულია. ეკო ხო პირდაპირ ექსპრესიულია. მაი ნინოსთან კიდე მოდი ერთი კითხვა მიქნება ასეთი. ნინა. როგორი ადამიანი ხართ, როგორ დაახასიათებთ თქვენ თავს? ავი. ავკარგიანი და სამართლიანი. აჰა. რა ვიცი, და პატრონაჟი მიყვარს დაპურება ხალხის, დახმარება. რა ვიცი, ეგეთ რაღაცა. კი, ვენერა თევზებში ყავს ეგზალტაციაში და არ შეუძლია ადამიანების დახმარების გარეშე ცხოვრება. თუმცა მე ვიტყოდი რომ ამას ესე ნახებ როგორ აპელირებს, იცი უფრო რომ აი ავია და აი ჯაჯღან ხო აი ეგეთი იმიჯი უნდა რომ კონდეს. სინამდვილეში არ არის ასე. აი ეს კარგად შენიღბული ხალია, ბევრი სიკეთეებით. ეხა რაც ამიხწერეთ, ყველაზე ახლოს არის ბოსის ტიპაჟთან, ძალიან დომინანტური, მაკონტროლებელი, ძლიერი ხასიათის მქონეა. მათრახიანი დომინანტია ჩემი მინა. მოეწონა, მაგრამ ძირითადად მაფიის ბოსები არიან ხოლმე. აი ეგ მოეწონა. მაგრამ ასევე დამფუძნებლები კომპანიის გენერალური დირექტორები, ვისაც უწევს, ესე ვთქვათ, ადამიანების მართვა, მენეჯმენტი ვისაც უწევს, ვისაც ბრძოლა უწევს, იმიტომ რომ რაღაცის მართვა თავისთავად გულისხმობს, რომ ბევრი მტერი გყავს, ბევრი კონკურენტი გყავს და დაპირისპირების არ უნდა შეგეშინდეს. და საინტერესოა, აი თქვენ როგორც ფსიქოლოგი, მათი თვალით ჩვენ როგორ აღვიქმებით? ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება არ ვიყოთ დრამატულები. მათი აღქმა ასეთია, რომ ვერ დამინახა. ძალიან საინტერესო ერთი 4-იანი ვერ მიგრძნო, ვერ დამინახა, ხო? არის ესეთი მხატვარი, ავსტრიელი ეგონ შილე.
გარდა იმისა, რომ გენიალური ნახატები აქვს, მოხეთ იმისა, რომ 27 წელი ცოცხლა. აქ პატარა ჩანახატებიც პოეტური და ეს რაღაცას წერს, რომ მე სამუდამოდ ბავშვად დავრჩები. მე შევწირე ჩემი სიცოცხლე მათ, ვინც მიყურებდა და ვერ მხედავდა. ეხლა რეალურ ურთიერთობაში დრამა, ქვინობა შეიძლება იყოს ძალიან ტოქსიკური და მომწამლავი. ეს გავს აი იაპონური თევზი არის ესეთი ფუგუ ქვია. თუ სწორად არ მოამზადე, მოგწამლავს, მაგრამ თუ სწორად მოამზადე, გაჩაჩხავ ფეხებს. თუ სწორად მოამზადე, არის დელიკატესი. ნახე ხა, დრამა ქვინობას თუ სწორად დაამუშავებ, ეს არის უდიდესი შემოქმედებითი ენერგია. თუ არასწორად დაწამლავ ადამიანს. ძალიან საინტერესო იყო ილია, ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახასიათებისთვის. მადლობა მინდა უთხრა ჩვენ სტუმრებს, იმიტომ რომ ყველაფერს ერთად ძალიან სახალისო გამოვიდა კიდევაც გადაცემა. რატო? იმიტომ რომ ყველა იყო ძალიან გახსნილი და ყველა ძალიან გულწრფელად ყოფილა. კი, იცი როგორი გადაცემა იყო, ხშირად რომ უნდა გაიმეორო. კი ბატონო, და მიმართულება. აი ხშირად გავიმეორო თან. და საინტერესო რამ ითქვა დავასრულებ. საინტერესო რამ თქვა ჩვენმა ფსიქოლოგმა, რომ ესე იგი ასეთი დრამატული ადამიანების აი ეს ხასიათი მისმა პარტნიორმა, მეგობარმა არ აქვს მნიშვნელობა, უნდა აქციოს შემოქმედებით ენერგიად და მე გისურვებთ, რომ ყველა თქვენი უარყოფითი გამოვლინება გვერდზე მდგომმა შემოქმედებით რესურსად აქციოს, ჩვენ კი შემოქმედებითი განწყობით მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით იმედის ეთქვა.